გვერდი 71. როგორ შეიცვლება ერთნაირი ნიშნით დამუხტული ორი წერტილოვანი მუხტის ელექტრული ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია, თუ მათ შორის მანძილს გავზდით. ესე იგი, პოტენციური ენერგია ის ფორმულა არის ეგეთი. K Q1 Q2-ზე შეფარდებული epsilon R-ზე. სადაც R არის მანძილი. ესე იგი, თუ R გაიზარდა, W შემცირდება. მეორე ამოცანა. როგორ შეიცვლება სხვადასხვა ნიშნის დამუხტული ორი წერტილოვანი მუხტის ელექტრული ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია, თუ მათ შორის მანძილს გავზდით. ეხლა ანალოგიური ფორმულა არის, ესე იგი, დავწეროთ ესეთნაირად, პოტენციური ენერგია იქნება მოდი ესე მინუს K Q1 გამრავლებული Q2-ზე შეფარდებული epsilon R-ზე. ეხლა თუ R გაიზრდება, მაშინ W პოტენციურიც გაიზრდება. აქ უბრალოდ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ თქვათ -5 ნაკლებია ვიდრე თქვათ -3. ეს რადგან უარყოფითი რიცხვი, ესე იგი R-ის გადიდებით, რადგან უარყოფითი რიცხვი დაპატარავდება, ეს ნიშნავს, რომ თვითონ ეს სიდიდე გაიზარდა. მესამე ამოცანა. თუ სხვადასხვა ნიშნის მქონე ორ წერტილოვან მუხტს ხტებს ერთმანეთს მიუახლოვებთ, მაშინ ელექტრული ველის მიერ შესრულებული მუშაობა დადებითი იქნება თუ უარყოფითი. ეხლა ეს სხვადასხვანაირად შეიძლება გავცეთ ამ კითხვას პასუხი. საქმე ის არის, რომ თუ მუხტებს სხვადასხვა ნიშნები აქვს, ესე იგი, ეგენი იზიდავენ ერთმანეთს, ამიტომ ესე იგი, ცხადია ეს მუშაობა იქნება დადებითი. ეს იქიდანაც ჩანს, რომ პოტენციური ენერგია მეორე მდგომარეობაში იქნება მეტი ვიდრე პირველ მდგომარეობაში. მეოთხე ამოცანა. განსაზღვროთ 1 მეტრით მანძილით დაშორებული -5/10 კულონი და -6/10 წერტილოვანი მუხტის ელექტრული ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია. W პოტენციური იქნება. რადგან ორივე უარყოფითი არის, მინუსი მინუსზე პლუს მოგცემს, K Q1 Q2-ზე შეფარდებული epsilon R-ზე. აქ იგულისხმება, რომ epsilon-ი 1-ის ტოლი არის. აი ამ ფორმულით დავთვლით პოტენციურ ენერგიას. მეხუთე ამოცანა. განსაზღვრეთ ორი წერტილოვანი მუხტის ელექტრული ურთიერთქმედების თავდაპირველი პოტენციური ენერგია, თუ მუხტებს შორის მანძილის 3-ჯერ გადიდების შემდეგ ენერგია 2.5 ჯოული გახდა. ესე იგი, მანძილი 3-ჯერ გაადიდეს, ესე იგი, R2 არის 3-ჯერ R1 და ენერგია პოტენციური მეორე მდგომარეობაში გახდა 22.5 ჯოული. და გვეკითხებიან როგორი იყო თავდაპირველი პოტენციური ენერგია, W1 რისი ტოლი იყო. თქვათ ორი წერტილოვანი მუხტი ჰქონდა. W1 იქნება ენერგია K Q1 Q2-ზე შეფარდებული epsilon R1. W2 არის K Q1 Q2 epsilon R2. რა შევაფარდოთ W2, W1 შევაფარდოთ W2-თან, გვექნება K Q1 Q2 epsilon R1,
Q1 Q2 epsilon R2 ესენი გაიკვეცება epsilonები გაიკვეცება გვექნება R2 R1-თან R2 R1-თან 3 R1 R1-თან არის R1-ები გაიკვეცება და W1 გამოვა 3 W2 სტოლი. Ну, მეექვსე ამოცანა. დიდი მანძილით დაშორებული პროტონი და ალფა ნაწილაკი, რომლის მუხტი ორჯერ მეტია პროტონისაზე, ერთმანეთს 30 სანტიმეტრ მანძილზე მიუახლოვეს. იპოვეთ ელექტრული ველის მიერ შესრულებული მუშაობა. ხო, ესე იგი, გვაქვს ალფა ნაწილაკი და გვაქვს პროტონი. Ну, პროტონის მუხტი Q პროტონისა ეს არის ელემენტარული მუხტის ტოლი, მაგრამ დადებითი არის, ესე იგი, ხოლო ალფა ნაწილაკის მუხტი Q ალფა ნაწილაკის არის ორჯერ ელემენტარული მუხტის ტოლი და დადებითი არის. გვაინტერესებს ელექტრული ველის მიერ შესრულებული მუშაობა. ეხლა ეს ნაწილაკები, როდესაც შორს არიან ერთმანეთთან, მანძილი, რადგან უსასრულო დიდი არის, საწყისი პოტენციური ენერგია 0-ის ტოლი არის. მეორე მდგომარეობაში პოტენციური ენერგია იქნება K Q პროტონისა Q ალფა ნაწილაკზე შეფარდებული R-ზე. Ну, აქ იგულისხმება, რომ ვაკუუმი არის, ესე იგი, ხო? თუ გავიხსენებთ თეორემას პოტენციური ენერგიის შესახებ, დელტა პოტენციური ენერგიის ცვლილება არის მინუს ნიშნით შესრულებული მუშაობის ტოლი. პოტენციური ენერგიის ცვლილება ეგ იქნება K Q პროტონისა Q ალფა ნაწილაკზე შეფარდებული R-ზე, ну, -0 უდრის -A, სადაც არის შესრულებული მუშაობა ველის მიერ. ამიტომ A გამოვა -K Q პროტონის Q ალფა ნაწილაკზე შეფარდებული R-ზე. ესეთი იქნება ველის მიერ შესრულებული მუშაობა. მეშვიდე ამოცანა. დიდი მანძილით დაშორებული პროტონი და ალფა ნაწილაკი, რომლის მუხტი ეს ამოცანა გავაკეთებ. განსაზღვრეთ ორი წერტილოვანი მუხტის ელექტრული ურთიერთქმედების თავდაპირველი პოტენციური ენერგია, თუ მათ შორის მანძილის ორჯერ გადიდებით ენერგია 24 ჯოულით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ W2 არის W1 პლუს 24 ჯოული. და ჩვენ გვეკითხებიან საწყისი პოტენციური ენერგია რისი ტოლი არისო. ხო, და გარდა ამისა მოცემულია, რომ მანძილი ორჯერ გაიზარდა, ესე იგი R2 არის ორჯერ R1-ის ტოლი. ხო, ну, თავდაპირველი პოტენციური ენერგია W1 ეს არის K Q1 Q2-ზე შეფარდებული R1-ზე, W2 არის K Q1 Q2-ზე, ესე იგი R2-ზე. Ну, ეს შეიძლება ესეთნაირად დავწეროთ K Q1 Q2-ზე ორჯერ R1. ასე რომ ჩვენ მივიღეთ, რომ W2 არის W1-ის ნახევრის ტოლი. მეორე მხრივ W2 მეორე მხრივ W2 არის W1 პლუს 24
ჯოული. ხო, და შევიტანოთ, ესე იგი აქ W2 არის W1-ის ნახევარი, არის W1 პლუს 24 ჯოული. აქედან W1 არის მინუს 2-ჯერ 24 ჯოული. ისე რომ W1 იქნება მინუს 48 ჯოული. ეს იყო მეშვიდე ამოცანა. მერვე ამოცანა. 12 ნანოკულონი მუხტის უძრავ ნაწილაკს უახლოვდება 4 ნანოკულონი მუხტის მეორე ნაწილაკი. იპოვეთ მეორე ნაწილაკის კინეტიკური ენერგიის ცვლილება ნაწილაკებს შორის მანძილის 3 მეტრიდან 1 მეტრ მანძილამდე შემცირებისას. გვაქვს Q პირველი, რომელიც არის 12 ნანოკულონი და ეს ნაწილაკი უძრავი არის. მეორე მუხტი არის, ესე იგი 4 ნანოკულონი. უნდა ვიპოვოთ მეორე ნაწილაკის კინეტიკური ენერგიის ცვლილება, თუ საწყისი მანძილი R1 იყო 3 მეტრი და R2 გახდა 1 მეტრი. კინეტიკური ენერგიის ცვლილება დელტა E კინეტიკური რისი ტოლი არისო. ხო, ეხლა სისტემა ჩაკეტილია, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ ენერგიის შენახვის კანონით. რაც ნიშნავს შემდეგს, რომ სრული ენერგიის ცვლილება უდრის 0-ს, ანუ საწყისი ენერგია უდრის საბოლოო ენერგიას. ეხლა საწყისი ენერგია ეს არის პირველ მდგომარეობაში კინეტიკური ენერგიას დამატებული პირველ მდგომარეობაში პოტენციური ენერგია, ხოლო მეორე მდგომარეობაში ენერგია ეს არის მეორე მდგომარეობაში კინეტიკურს პლუს მეორე მდგომარეობაში პოტენციური ენერგია. შევიტანოთ, ესე იგი ამ ფორმულაში გვექნება E პირველი კინეტიკურს პლუს E პირველი პოტენციური არის E მეორე კინეტიკურს პლუს E მეორე პოტენციური. ახლა აქედან E მეორე კინეტიკურს მინუს E პირველი კინეტიკური, ეგ იქნება E პირველ პოტენციურს მინუს E მეორე პოტენციური. ასე იგი ეს არის კინეტიკური ენერგიის ცვლილება. ესე იგი დელტა E კინეტიკური უდრის პოტენციური ენერგიის სხვაობას. ესე იგი E პირველ პოტენციურს მინუს E მეორე პოტენციური. ახლა პირველ მდგომარეობაში პოტენციური ენერგია K-Q1 Q2-ზე შეფარდებული R1-ზე მინუს K-Q1 Q2-ზე შეფარდებული R2-ზე. აი ესეთნაირად გამოვთვლით კინეტიკური ენერგიის ცვლილებას. მეცხრე ამოცანა. თავდაპირველად უძრავ ელექტრონებს შორის მანძილი 0,5 მეტრია. იპოვეთ მათი კინეტიკური ენერგიები განთავისუფლების შემდეგ 2 მეტრ მანძილზე დაშორებისას. გრავიტაციული ურთიერთქმედება უმნიშვნელოა. ესე იგი საწყისი მანძილი R პირველი იყო 0,5 მეტრი. ელექტრონები გვაქვს, ესე იგი აქა და R მეორე არის, ესე იგი 2 მეტრი. უნდა ვიპოვოთ, ესე იგი მათი კინეტიკური ენერგიები. ესე იგი E კინეტიკური არის კითხვის ნიშანი. ახლა აქაც იგივე შეიძლება დავწეროთ, რომ საწყისი ენერგია უდრის საბოლოო ენერგიას, რადგან სისტემა ჩაკეტილია. ესე იგი საწყისი ენერგია იყო პოტენციური მხოლოდ. საბოლოო ენერგია უკვე რაღაც სხვა მანძილზე რო არიან, იქნება 2-ჯერ E კინეტიკური პლუს პოტენციური ენერგია, ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია. ჩავწეროთ, ესე იგი აი ამ ფორმულას შევიტანოთ, ესე იგი გვექნება K-Q1 Q2-ზე R1, ეს იქნება 2-ჯერ E კინეტიკურს პლუს K
Q1 Q2 R2-ზე. ასე რომ ორჯერ E კინეტიკური იქნება K Q1 Q2-ზე R1-ზე მინუს K Q1 Q2-ზე R2-ზე და აქედან E კინეტიკური იქნება 1/2 ამ სხვაობისა K Q1 Q2 შეფარდებული R1 მინუს K Q1 Q2 R2-ზე. ახლა გავითვალისწინოთ, რომ Q1 უდრის Q2-ს და უდრის ელექტრონის მუხტის ტოლი არის. მეათე ამოცანა 1 გრამ მასისა და 1 მიკრომეტრ მუხტის უძრავ ნაწილაკებს შორის მანძილი 1 მეტრია. იპოვეთ მათი მაქსიმალური სიჩქარეები გათავისუფლების შემდეგ გრავიტაციულ ურთიერთქმედება უმნიშვნელოა. ეს კი მასა არის ესე იგი 1 გრამი, მუხტები Q1 უდრის Q2-ს და უდრის 1 მიკროკულონს, 10-6 ხარისხად კულონ და მათი მაქსიმალური სიჩქარე უნდა ვიპოვოთ, ესე იგი V მაქსიმალური. თავდაპირველად მანძილი L იყო 1 მეტრი. აი წარმოვიდგინოთ, რომ აი ორი დადებითი მუხტი იყო 1 მეტრ მანძილზე ერთმანეთისაგან და გაჩერებულები იყვნენ. გაუშვით ხელი და ესე იგი განზიდვის გამო ეგენი დაშორდებიან უსასრულოდ. ახაც სისტემა ჩაკეტილი არის, ასე რომ საწყისი ენერგია უდრის საბოლოო ენერგიას. საწყის მდგომარეობაში პოტენციური ენერგია აქვთ K Q1 Q2-ზე შეფარდებული R-ზე, ხო? და საბოლოო მდგომარეობაში თითოეულს აქვს კინეტიკური ენერგია და იმდენად შორს წავიდნენ, რომ პოტენციური ნულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ეს კი M2 არის 2-ჯერ mv კვადრატ ნახევარი პლუს 0. ეს არის პოტენციური ენერგია, რადგან მანძილი გახდა უსასრულოდ დიდი. ამიტომ პოტენციური ენერგია 0-ის ტოლი იქნება. ამიტომ გვექნება K Q1 Q2-ზე R-ზე უდრის 2-ჯერ mv კვადრატ ნახევარს. ეს ორები გაიკვეცება, ორივეს იქნება კინეტიკური ენერგია და ამიტომ აქედან v კვადრატი იქნება K Q1 Q2-ზე შეფარდებული m-ზე. V იქნება ფესვი აქედან K Q1 Q2-ზე m-ზე.